მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, რადიო ობიექტივი კვლავ ეთერშია FM 105-სა და 0-ზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებელმა გვიყურეთ www.obiektivi.net. მე მივესალმებით ჩემს მსმენელს, ჩემს მაყურებელს, 1 საათის განმავლობაში გადაცემას წავიყვან ირაკლი შონია და ტელეფონის ნომრებს გამოვაცხადებ ახლა 2-38-91-05. იგივე ტელეფონის ნომერია 2-38-91-05. მსმენელმა და მაყურებელმა დაგვირეკეთ და დასვით კითხვები ჩემს ან რესპონდენტთან ან კორესპონდენტთან. სანამ უშუალოდ დღეს გამოვაცხადებ ჩემს რესპონდენტს, განცხადება შემოვიდა და აუცილებლად უნდა წავიკითხო წინა გადაცემაში ერთ-ერთი მაყურებელმა და მსმენელმა დარეკა გადაცემაში და ამასთან დაკავშირებით გამოგვიგზავნეს განცხადება. მიმდინარე წლის 26 ნოემბერს 20 საათსა და 15 წუთზე რადიო ობიექტივის გადაცემაში ირაკლი შონიასა და მათე ციხესაშვილის ურთიერთდიალოგის დროს ჩართულმა მსმენელმა კითხვის დასმის წესით გაავრცელა დეზინფორმაცია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან საქართველოში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით. კერძოდ, რატომ ჩამოვიდა გამსახურდია ზუგდიდში სოხუმის დაცემის შემდეგ და არა მანამდე. საქართველოს მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოებრიობასაც შევახსენებთ, რომ სამხედრო კრიმინალური გადატრიალების შედეგად განდევნილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უზენაეს საბჭოს მოთხოვნით საქართველოში დაბრუნდა სწორედ შევარდნაძის მოღალატურ კაპიტულანტური მმართველობის შედეგად წარმოქმნილი ტოტალური სახელმწიფოებრივი კატასტროფის, მათ შორის აფხაზეთის ჩაბარების რეალური საფრთხის შესაძლო აცილების სულისკვეთებით 1993 წლის 24 სექტემბერს და არა 27 სექტემბერს, ანუ სოხუმის დაცემის შემდგომ და ბრძოლის ველიდან შევარდნაძესგან განსხვავებით კი არ გამოიქცა, არამედ გმირულად შეეწირა საქართველოს. იძულებითი დევნილობიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 25 სექტემბერს ზუგდიდის მრავალათასიან მიტინგზე ქართველი ერისადმი მიმართვაში ნათლად ახსნა, სრულად იხილეთ გელას ალუაშვილის გამოცემულ დოკუმენტურთა კრებულში 40 მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი და მოვიყვან ციტირებას პრეზიდენტის სიტყვიდან. მე საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი დაბრუნდი სამშობლოში და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასე დროს ყოფილიყავი საქართველოს გარეთ. დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის, გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად. განცხადება ხელს აწერს ზვიად განმათავისუფლების პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი ლეილა ცომაია 2011 წლის 30 ნოემბერი. მე დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლეილას, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურობს ჩემს გადაცემაში, ხოლო დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთი ცნობადი სახე, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი ცენტრების, ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის, ეროვნული ფორუმის, პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის, ჰელსინკის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ბატონი ავთანდილ რცხილაძე. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ. ძალიან დიდი სხვათა შორის რეკავდა ხალხი და კითხულობდა, რატომ არ ჩანს ბატონი ავთანდილ რცხილაძე. თქვენ ძალიან ცნობადი სახე ხართ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების და ჩვენ ფაქტიურად დეკემბერი ძალიან მძიმე თვე არის ეროვნული ხელისუფლებისათვის თქვენთვის და შეუძლებელია გვერდი აუაროთ, რაც მოხდა 91-92 წლებში, კერძოდ სახელმწიფო გადატრიალებას, პუჩს და მინდა გკითხოთ ესე, თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით და ხართ და ალბათ უკეთესად ხედავდით რა საფრთხე ემუქრებოდა ხელისუფლებას, პრეზიდენტს, საქართველოს. იყო მანამდე სანამ შეიარაღებული გამოსვლები იყო, ტელევიზიასთან ჩამომსხდარი წითელი ინტელიგენცია, უნივერსიტეტის კიბეებზე მეამბოხე ეგრეთ წოდებული სტუდენტები. ანუ
თქვენ ხედავდით რომ შემდეგ უკვე იარაღიანი ხალხიც გამოჩნდა, შეიარაღებული ადამიანები. მე მაინტერესებს რატომ ხელისუფლება თქვათ არ ჩაერია, არ აღკვეთა ეს და არ მისულიყო თქვათ 22 დეკემბრამდე, როდესაც უკვე ქვემეხი დადგეს ჰაუბიცები რუსთაველის გამზირზე, შეგეძლოთ ამის გაკეთება თუ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო რაღაც ორმაგ თამაშს თამაშობდნენ. ალბათ მოღალატეებიც რასაკვირველია, ბევრი იქნებოდნენ. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. მადლობთ. უსურვებ ყველას ყოველივე კარგს, ბედნიერ დამდეგ ახალ წელს, რომ მომავალ წელს 2012 წელს გავწყინდებოდეს საქართველო. ყველა ქართველს უსურვებ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს საქართველოში. ქართველი ერის და მთლიანი ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. რა თქმა უნდა 22 დეკემბერი არის ტრაგიკული დღე და არ შეიძლება ასე ვთქვათ ძალიან შვიდად გავიხსენო პირადად მე თქვენთან ერთად რა თქმა უნდა და ყველა ქართველ პატრიოტთან ერთად ის ავაც ახსენებელი დღეები. მოკლედ მოგახსენებთ. რა თქმა უნდა საქართველოს მტრები შეშფოთდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ეს პროცესები იყო საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმი 31 მარტის 91 წლის. შემდგომ ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, შედეგებზე დაყრდნობით 91 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. შემდეგ ჩატარდა როგორც მოგეხსენებათ საპრეზიდენტო არჩევნები, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 26 მაისს 91 წლის და ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად აირჩია ბატონი ზვიადი საქართველოს პირველ პრეზიდენტად. ესე იგი, საქართველო მყარად დაადგა დამოუკიდებლობის გზას. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობდა საქართველოს მტრებს, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ძალიან შეშფოთდა რუსეთის იმპერიული ძალები. ძალიან შეშფოთებულები იყვნენ თქვენ მოგეხსენებათ, თუმცა ბატონმა ზვიადმა ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ რუსეთის მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან, წრეებთან საერთო ენა, ასე ვთქვათ, გამოენახა და რაღაც ჩეხების წერტილები, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია დაძაბულობის საქართველოში, მთლიანად კავკასიაში. მოგეხსენებათ 91 წლის აპრილში. სხვათა შორის ამ პერიოდში უკვე დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობდნენ სხვადასხვა ქვეყნები საქართველოს. დაწყებული იყო უკვე. ეს უკვე შემდგომ პერიოდში, შემდგომ თვეებში მართალი ბრძანებით. ბატონ ზვიადის მოწვევით 1991 წლის აპრილის თვეში ყაზბეგს ეწვია, უბრალოდ ყაზბეგში მყოფ ბატონ ზვიადს რუსეთის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცი. იცით, საოცრად თბილი შეხვედრა მოხდა და გამოქვეყნდა კომუნიკე, სადაც აღნიშნული იყო და რაზედაც ხელი მოაწერა ელციმა, რომ არავითარი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს, რომ ეს არის ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს გამოყოფილი ტერიტორიული შემადგენელი ნაწილი. აი ეს იყო სწორედ ძალიან დიდი გამარჯვება ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკისა და პირადად ბატონ ზვიადის. მაგრამ შემდგომ ყოველივე ამისა და ზუსტად აი მომენტმა აპრილის
ყაზბეგის შეხვედრა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია თვით რუსეთში, იმპერიულ ძალებში და საქართველოში მოქმედ აი მოღალატურ დაჯგუფებებში, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტს. თანდათანობით იძაბებოდა სიტუაცია ჩვენთან. რა თქმა უნდა, თვით ბორის ელცინზეც უდიდესი ზეწოლა მოხდა თავად რუსეთში. და არა მარტო რუსეთში, არამედ იმ საერთაშორისო პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებსაც არ აწყობდათ საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ძალაუფლებაში ყოფნა. და კონკრეტულად თავად ბატონი ზვიადის. იმიტომ ბატონი ზვიადი ბრძანდებოდა ჭეშმარიტად ეროვნული სულისკვეთების ადამიანი, რომელიც არ უღალატებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ეროვნულ ინტერესებს და აი სწორედ იმ ძალებმა იქით დასავლეთში მყოფმა აგრესიულად განწყობილმა ძალებმა ჩვენი ეროვნული ხელისუფლების მიმართ და მათი ზეწოლით რუსეთმა დაიწყო პირდაპირი ასე ვთქვათ ჯერ პოლიტიკური დესტაბილიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი კერების შექმნა საქართველოში, რომელმაც შემდეგ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ასე ვთქვათ გლობალური მასშტაბები და ყოველივე შემდგომში გადაიზარდა სამხედრო ამბოხში. ბატონო ავთანდილ, აი თავიდან შეიძლება ეს აცილება თუ რახან უკვე ეს გადაწყვეტილი იყო რუსეთის იმპერიის მიერ შეუძლებელი იყო ამ პროცესების შეჩერება. რა თქმა უნდა, ბატონმა ზვიადმა განჭვრიტა ყოველივე ძალიან კარგად. ის ამბობდა, რომ ჩვენი მტრები, საქართველოს თავისუფლების მტრები არ გაჩერდებიან და ყველა ღონე სიხმარენ საიმისოდ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოაწყონ ტოტალური ლაშქრობა. ლაშქრობა იგულისხმება კომბინირებული, ასე ვთქვათ, როგორც პოლიტიკური, ისე ძალისმიერ. იმიტომაც იყო, რომ მოიპატიჟა ელცინი ყაზბეგში. იმის შემდეგ ბატონი ზვიადი მოსკოვშიც კი ბრძანდებოდა ელცინის მიპატიჟებით, როდესაც ის აირჩიეს რუსეთის პირველ პრეზიდენტად. ინაუგურაციაზე. აი შემდეგ მე უკვე აღნიშნე აღარ მინდა გავიმეორო, ხდება ამ დაძაბულობის ესკალაცია. ქვეყანაში მოქმედებდნენ პოლიტიკური ძალები და მე ამას აღნიშნავ, განსაკუთრებით აქტიურობდა ეროვნულ დემოკრატიული პარტია, აც განსვენებულ გია ჭანტურიას მეთაურობით. პირდაპირ გია ჭანტურია ამბობდა, ზვიად გამსახურდიას და მრგვალი მაგიდის მიერ მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენ არ გვჭირდება. შემდეგ იყო მისი ლოზუნგები უკვე სექტემბრის თვიდან განსაკუთრებით დესტაბილიზაცია და კიდევ ერთხელ დესტაბილიზაცია. პირდაპირი მოწოდება იყო ეს გია ჭანტურიასი. ეს ისტორიული ფაქტია, მე არავის ცილს არ ვწამებ. კარგად მაქვს მე ჩაბეჭდილი და ვიცი ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ერთ-ერთი მცნება მიიქნება. ანუ ბატონო ავთანდილ, მაინც ყოფილიყო, თქვათ აელაგმა ხელისუფლება შავნაბადაზე და თბილისის ზღვაზე დაბანაკებული, შეიარაღებული მიამბოხეები, მაინც გარდუალი იქნებოდა ალბათ. არა, მაინც რა თქმა უნდა ჭეშმარიტებას ბრძანებთ, გარდუალი იქნებოდა იმდენად, რამდენადაც როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს მტრები არ გაჩერდებოდნენ და ძალიან აქტიურად მოქმედებდნენ უკვე განსაკუთრებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი. შეიქმნა მაპატიეთ იქ ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ხელმძღვანელობდა შემდგომში უკვე საქართველოში ამ პუტჩს. ეს იყო გენერალი სუფიან ბეპაევი. სუფიან ბეპაევი. ამის ბატონი ზვიადი ცდილობდა და ეროვნული ხელისუფლება ცდილობდა, რომ აი ეს პროცესები
თავიდან აგვეცილებინა დაპირისპირებაში და დაპირისპირება. მაგრამ ტერერის მტერი არის თუ თავის მიზანს არ განახორციელებს და ბოლომდე არ მიიღებს. სანამ გავარდებოდა პირველი ტყვია უпростоრეთ 22 დეკემბერს თქვენ მანამდე უკვე გატაცებული აღმოჩნდით პირდაპირ რუსთაველის გამზირიდან. როგორ მოხდა ეს ისე მოკლედ მოგვახსენეთ? სახლიდან ვრუნდებოდი. უზენაის საბჭოში ეს იყო დაახლოებით დილის 8:30. და მანქანით რო შემოვედი სანაპიროდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამოვედი თავისუფლების მოედანზე და შემდეგ გზა განვაგრძე უზენაის საბჭოსკენ. მეტროსადგურ რუსთაველი თავისუფლების მოედანთან სურათ მოღაც ლენინის მოედანი წამოწდება ხოლმე ხანდახან. იქ დამხვდა კორდონი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯგუფი. ანუ მთავრობის სახს ალყაში აქცევდნენ ასე გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი აიქ ესე იგი თავისუფლების მეტროსთან. გამიკვირდა რატო იცით წინა საღამოს ბატონმა ზვიადმა ბრძანა რომ გაეწმინდათ მთელი რუსთაველის გამზირი. ესე იგი უზენაის საბჭოს წინამდებარე მოედანი. პირადად მე დამავალა ჩადი და უთხარი გვენცაძესო და მაშინ იყო კენჭაძე თბილისის მაშინ გაისეძახდნენ რა. დიახ. აპატიებთ. საგზაო პოლიცია. საგზაო პოლიცია იმ დროინდელი იმის უფროსი. გადაეცი რომან გვენცაძეს და კენჭაძეს რო გაანთავისუფლონი გადახერგილი იყო ის მიერაც. ავტობუსები და ყველაფერი გაიტანა. ის თხოვლობდა რა ქვიან სიგუა თხოვლობდა ერთობლივი მიტინგის ჩატარებას. შემდეგ მე ამ საკითხს კიდე განვავრცობ თქვენი ნებართვით. და ის მოედანი გაიწმინდა. და გაგიკვირდათ ალბათ. და გამიკვირდა ეს სამხედროები საიდან დგანანა. გადმოვედი რიხიანად მანქანიდან და პირდაპირ ჯიქურ მივახალე ამ სამხედროებს. ესე პირის და ჩაუვარდით ხელში. რა ვინ ხართ, რაც აკეთებთ, ვინ დაგავალათ აქ ყოფნა. უცებ მესვის ყვირილი ეს რცხილაზე არ არისო. დაიჭირეთ. მომვარდნენ ხელები, გამიკავეს და შემაგდეს თეთრი ფერის გაზ-24 იყო და ამიყვანეს თბილისის ზღვაზე. და იქ გავატარე 2 დღე და ღამე. იმ 2 დღე-ღამეში ვინმე შეგხვდათ იქ ან კიტოვანი ან კიტოვანი კი როგორ არის? რა სიტყობდა თენგის კიტოვანი? არაფერი, ჩემთვის არაფერი არ უთქვია კიტოვანს. დიახ. აბსოლუტურად არაფერი. ჩამაგდეს დაბლა ერთ-ერთი შენობის სარდაფში ისეთი არმატურებისგან გაკეთებული ის იყო. ანუ საკანი ქონდათ მოწყობილი. იქ ჩამაგდეს და იქ დამხვდა წინაღამეს გატაცებული თბილისის მერი თამაზ ვაშაძე. დიახ. თამაზ ვაშაძე დამხვდა იქ ძალიან ცუდ პირობებში. ანუ ნაწამე ეს? არა, ნაწამები არ იყო, მაგრამ თვითონ ცუდ პირობებში იყო. დიახ. ცუდ პირობებში იყო, რომ დიახ. ბოდის ვიხდი მე მსმენელთან ტუალეტშიც კი არ გაყავდა. ბატონო ავთანდილ, ზარი არის მაყურებლის. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გისმენთ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ირაკლი, საღამომშვიდობისა ბატონო ავთო. გამარჯობათ. ეხლა ერთი ესეთი რამ გვაინტერესებს, მოსახლეობა საინტერესებს ბატონო ავთო ჩვენ ვიცით რომ საქართველოში უნდა აღდგეს კანონიერება და სამართალ მემკვიდრეობა. თორემ ეროვნულ საერთაშორისო ძალიანობაზე იქ ბევრი ისეთი კანონები იცით თქვენ რაც გაქვთ მიღებული და დარღვეულია ყველა პროცესები, არაფერი არ გამოვა ქვეყანაში. და აი მაინტერესებს ჩვენ ყველა საინტერესებს. თემურ ხორიძე გამოდის არ არის უზენაეს საბჭო, არ არის დეპუტატი. დიახ, გასაგებია. თქვენ თვლით თუ არა თავს უზენაეს საბჭოს დეპუტატად და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი ხალხს აინტერესებს. მადლობთ. არაფერი არ მოხდება საქართველოს სასიკეთო ყველა მიცის და გამიმართეთ ძალიან გასაგებია.
გასაგებია. ბატონო ავთო, მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან მალე გადის 1 საათი და მინდა ყველა კითხვა მოვასწრო. ისე მოკლედ აუხსენით მსმენელს და მაყურებელს, რომ როგორ თქვენ ხო თვლითო თავს უზენაეს საბჭოს დეპუტატად? კი, რა თქმა უნდა, დიახ. წეგან მოგახსენეთ, რომ ჩვენი უფლის ერთ-ერთი მცნობა გვასწავლის, ნუ იქნებით სრულმოწმე. ესე იგი, ადამიანმა სიცრუე არ უნდა ილაპარაკოს და სიყალბე და ტყუილები. დიახ. ხო? მე ჩვენს პატივცემულ მსმენელს მოვახსენებ. სამწუხაროდ. ვინც ახლა სახეზე ვარ, ცოცხლები ვართ უზენაეს საბჭოს წევრები, აი მრგვალი მაგიდიდან ვინცკენ ვიყრიდით და გავხდით ბატონ ზვიადის შემწეობით მართლა რომ უზენაეს საბჭოს დეპუტატები აი ეს უზენაესი საბჭო მრგვალი მაგიდის დეპუტაცია ფაქტობრივად ახლა მონოლითურად ჩეკრული, მონოლითურად კი არა, ელემენტარულად ჩეკრული აღარ არსებობს. აღარ არსებობს. დაგსახსულია ზოგი ერთი ჯგუფია, ზოგი მეორე ჯგუფია, ზოგი მესამე ჯგუფი არის. ნუ იმენად არის იცით მოსახლეობაც და მოწარდინებული. ხალხმა უნდა იცოდეს ეს, ხალხმა უნდა იცოდეს. არ არსებობს ეს ერთიანობა. დაპირისპირება არ არსებობს, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა. რა თქმა უნდა საქართველოში რო აღდგეს კანონიერება ერთი არის. და კანონიერი ხელისუფლება აღდგეს ეს უკვე მეორე საკითხია. კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ეს არის, ნუ არ ვიცი, მე გულწრფელად გეტყვით, ახლა შეიძლება ვინმე გამლამზღოს კიდევაც, მაგრამ მე ძალიან ძნელ საკითხად მეჩვენება. უშუალოდ რომ ახლა დაიწყოს ფუნქციონირება უზენაესმა საბჭომ. იმედი მაქვს რომ ესეც მოხდება მაინც ბატონო ავთანდილ იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანა ვერ გადარჩება ვერანაირად დაუბრუნდოთ მაშინ ჩვენ საკითხს თქვენ იქიდან 25 დეკემბერს გამოხვედით მე მგონი თბილისის 25 დეკემბერს გამოვედი რამე დაგაბარათ თენგისკიტო არაფერი უბრალოდ გააღეს კარები და გააღეს კარები და თავისუფალი ხარო მე და ვაშაძე გამოგვიშვეს და წამოვედი და თამას დუმბაძემ ჩამოგვიყვანა ქალაქში დიახ და სად აღმოჩნდით? სახლში მივედი. ანუ უზენაეს საბჭოში არ მისულ ხართ? არა, სახლში მივედი, იმიტომ კაი გემრიელად ნაცემი ვიყავი, ასე დიახ. მაპატიეთ. ცოტა ვულგარული გამოთქმა არის. ის 2 დღე ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით. დიახ. მოწესრიგდი. და პირდაპირ ავედი კოლხურ კოშკში. დიახ. იმიტომ რომ იქ უკვე ბრძოლები მიდიოდა. უზენაეს საბჭოთან. გადაკეტილი იყო ყველა. თუმცა არანაკლები იყო კოლხურ კოშკშიც თავდასხმები იყო. ავედი, მე ჩემმა ძმამ ამიყვანა იქ კოლხურ კოშკში და იქიდან დაუკავშირდი ბატონ ზვიადს. ძალიან გაეხარდა ბატონ ზვიადს ჩემი ხმის გაგონება. ასევე რომ დამინახა მისმა მეუღლემ ქალბატონმა მანანამ აი გაოცებისგან შეკივლა. ცოცხალი ხარ ავთანდილო? ნუ ყველას უკვე ვეგონე დაღუპული და ასეთი ხმებიც დადიოდა ქალაქში. რომ ფრჩხილები დააძრესო, აწამესო. ტყუილს ვერ ვიტყვი, არავის უწამები ვარ იქ. მაგრამ უკვე წამება არის, რომ დაკავებული ხარ და ჩაგდებული ხარ სადღაც ჯურუმხმულში, ხო? რა თქმა უნდა. რო გესმის. ქვემეხების გუგუნი მოდიოდა იქ, ეკოს ხმა. 6 იანვრამდე კოლხურ კოშკში იყავით? ხო და დაუკავშირდი ბატონ ზვიადს და ბატონმა ზვიადმა რამით რა ავთანდილო შენი მოსვლა აქ არ არის საჭირო დარჩი კოლხურ კოშკშიო და აბა შენიციო მაცოსო თორია არისო და მიხედეთო მიმიხედეთ ბავშვებს არაფერი დაემართოთ. მან დიყავი შენი მოსვლა აქ არ არის საჭირო იცოდე. და იქ ვიყავი სულ ბოლომდე იქ ვიყავი კოლხურ კოშკში. რეპრესიები გაგრძელდა პუჩის შემდგომ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ წესით საერთაშორისო კანონიც იცავს დეპუტატებს და იმუნიტეტიც, რა თქმა უნდა, ეს არ ეხებოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატებს. თქვენ 95 წელსაც იყავით კარგახანს დაპატიმრებული, სანამ პასუხს გამცემდით მაყურებლის ზარი არის კვლავ გამარჯობათ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ? ბატონო ავთო. ალბათ თქვენ ვერ მიცნობთ მე. ალო. დიახ, გისმენთ. იცით რასია საქმე? ნუ ცრუობთ.
ვინ ბრძანდები დაასახელეთ გვარი დასახელეთ ვარ მიხეილ ვაჩნაძე მიხეილ ვაჩნაძე მე თენგის სიგუას ხმას მიხეილ ვაჩნაძე და გეტყვით რა ხდებოდა 22-ში მოკლედ გითხარი ძალიან გთხოვთ ძალიან მოკლედ ვინ ბრძანდებით კონკრეტულად რას აკეთებდით მას ვინ ბრძანდებით თენგის კიდოვანი არაფერს მე მიმყავდა ტელევიზია მიმყავდა და თქვენ რომ ამოგიყვანეს იქ ზემოთ თქვენ მარტო გოგია კვარაცხელიამ დაგარტყათ მარჯვენა თვალის ქვეშ კონდათ ჩალურჯებული მეტი არავის ხელი არ უყრია და მაინც ხელის ხლება გამოდის ბატონო დავით თენგის კიდოვანმა რომ შეგიყვანათ თავის შტაბში არა მიხეილი ვარ მე დიახ ის რა ქვია რომ გამოხვედით და რო თქვენს რომ დაიწყეს სროლაო რა გითხრა თენგის კიდოვანმა ცოტა ჩაუწიეთ რადიოს იცი თქვენი ხმა კიდე მეორდება და ის რა ქვია გითხრათ რა უთხარით შემახსენე გენაცვალე შემახსენე ეხლა გეტყვით რა მოხდა მერე თენგის კიდოვანმა გამოგიყვანათ რაციასთან დიახ ეხლა შეგახსენებთ გამოგიყვანეს თქვენ იმასთან რაციასთან და სიტყვით გეტყვით რაც უთხარით რაცით სიმნაცდი я второй соедините четвертым მე უთხარი იყო თუ არა მე უთხარი ხალმა დისპეჩერმა შეგაერთათ იმაში რა ქვია თავდების დიახ ის მე უთხარი რაციასთან მიგიყვანდა თენგის კიდოვანთან და ნუცრობთ მომისმინე მაქსიმართლით იარე ქვეყანაზე გაიგე გესმის კარგით არ გვინდა ეს ეთყობა რაღაც ის არის რა მნიშვნელობა სიმნაცდით არის თვითონ და ჩიტირნაცდით და ისა ძილიტნაცდით კარგით გავაგრძელოთ რეპრესიებზე თქვენ მერეც იყავით დაპატიმრებული უკვე როდესაც ესე იგი ვინ აქცემაო კვარაცხელიამ დაგარტყა 2 მეტრიანი კაცი იყო დამარტყა ერთხელ კი არა ერთხელაც დამარტყა და ორჯერაც და სამჯერად ისე მე გითხარით რომ არავით არის წამების ფაქტები იქ არ ყოფილა დიახ აღნიშნე რითი არის ეს ვიღაცა ნუ აიცით რა არის ეს არის ისა რა ქვიან რადიომსმენელი უკმაყოფილო არ ვიცი სიმნაცდი ვასიმნაცდი როგორ მოხდა კოლხურ კოშკში დატოვება კარგით არ გინდათ ჩართული არის კამერა როგორ მოხდა კოლხურ კოშკში მე ვიცი რომ სროლებიც იყო იქ და თქვენ ძალიან მძიმედ დატოვეთ მერე იყო რეპრესიები იგივე ის ხარ რეკავს ოპერატორს ვეკითხები ტელეფონი მაშინ ბრძანეთ ვინ ბრძანდება გამარჯობათ ეთერში ბრძანდებით გამარჯობათ ბატონო გამარჯობა გენცო მე თქვენ გიცნობ ჯერ კიდევ მუსკომედის თეატრია ეხლა რა უნდა გითხრათ რაღაც დეტალები უნდა გაგახსენოთ და მოკლედ ძალიან გთხოვთ ცოტა დრო გვაქვს და კითხვა დასვით ბატონო პირველი როცა თვითმფრინავი გაიტაცეს ხო გახსოვთ 91 წელი იყო 93 ან ზუსტად არ მახსოვს ჩვენ შევხარეს იქ მუსკომედის თეატრში ღია პარტიულ კრებაზე ძალით რა თქმა უნდა ეს სხვები სიტყვით არ გამოსულა მაგრამ ძალიან გთხოვთ მოკლედ თქვით რა იმიტომ რომ კითხვა დასვით ხო შეიძლება სიმართლე გავიხსენოთ არა ბძანეთ კითხვა დასვით იქ ბატონო ავტოს სიტყვით და დაგმეთის ეგრეთ წოდებული თვითმფრინავის გამტაცებლები ძალიან კარგად მახსოვს ეს თვითმფრინავის გამტაცებლები თქვენ იყავით 21-22 სექტემბრის ღამით 91 წელს თემურ ქორიძე და მურმან ომანიძე თემურ ქორიძემ არ მახსოვს როცა მოიყვანეთ იმელის შენობასთან ბარიკადების ასაღებად აი ეს ხალხი ბრბოცინ მოუძღოდით მოიტანეთ ხვები და ხვები დაუშინეთ აქეთი მომიტინგეებს თქვენი კაპიტანის შემდეგ როცა მოუწოდებით მიჯრით და დამიზნებით ესროლეო და რა სინდისით ლაპარაკობთ კარგით ეხა გაგიშეთ ეხა რას ქვია რა სინდისით ეხა ეგრძალება სხვათა შორის მე მსმენელს შევახსენებ ასეთი ბატონო ირაკლი ქვებს აქეთ ისროდენ მე ბატონო ირაკლი ეს რაღაც საოცრად ოპერატიულად როგორ დაირაზმნა ეს რასაკვირველი ამბავი არის ეხლა რა შეეხება იქ
ბარიკადების აღებას. თვითონ აღიარებს, რომ ბარიკადებია. აბა ეხლა ვინმემ გაბედოს და დღევანდელ ხელისუფლებას დაუყაროს ბარიკადები. დიახ. გაბედოს რა ვინმემ. დიახ. თუ მაგარი ბიჭები არიან, მაშინ რომ დაყარეს ბარიკადები, ეხლა გამოვიდნენ და დაყარონ. ბრალდება. და რაც დაემართებათ. და რაც დაემართებათ, არა? იმას ჩვენ საერთოდ ყველანი ვნახავთ. როგორ შეიძლება ხელისუფლება მაიტანოს ნაგვის დაყრა ცენტრალურ მაგისტრალზე ქალაქის რუსაველის გამზირზე და ავიტანეთ კი არა რამდენი დღე იყო ის ნაგავი დაყრილი სხვათა შორის ეს ადამიანები არ საუბრობენ რეპრესიებზე მიტინგების დახვრეტებზე მაპატიეთ რამდენი დღე იყო ის ნაგავი დაყრილი სულ კეთილგონიერებისკენ მოუწოდებით აიღეთ ის თქვენივე მოტანილი ნაგავი და წაიღეთ არა ეს იყო გამოწვევა ეს იყო პროვოკაცია ხო და მაშინ კი ბატონო თემურ ქორიძე გამოვიდა კი მიკროფონი და თქვა ხალხნო ეხლა ჩვენ ნაწილი ამ მომიტინგეებისა გავემართოთ და გავანთავისუფლოთ რუსთაველის გამზირი გავწმინდოთ ისევ ზარი არის და გავწმინდოთ ბარიკადებისაგან ხალხმა გაწმინდა იმის რა ქვიან პოლიციის მობილიზება კი არ მომხდარა იქ და რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, აფარებითა და იმითი რა ქვიან, რა ვიცი, ცხრემსადენი გაზებით. ხალხი მომიტინგები წავიდნენ და გაწმინდეს რუსაველის გამზირი. ეს რა დანაშაული იყო? ბატონო ავთანდილ მოусმინოთ კიდევ ერთი მსმენელია. გამარჯობათ. გამარჯობათ. მივესალმები ბატონ ავსოს და აი უბრალოდ ეხლა სულ არ ვაპირებდი დარეკას, მაგრამ ისე გავნერვიულდი, აი ეს ორი უსინდისო, იმის მაგივრად რომ თქვან რომ რამხელა დანაშაული ჩაიდინეს და თურმე კანონიერ ხელისუფლებას რომელსაც ასეთ ნაგავს უყრიან წირს თოფები დარბიან წირს არ აქვს უფლება არაფერი გააკეთოს და მეორეს ისე ხალხსაც უშვებოდნენ ისინი თვითონ ხალხის სახელით რომ გამოდიოდნენ და უსინდისოები ახლა კიდე ენა მოიღეს და ბედავენ და რეკავენ თავხედები იმის გამოხდება ეს რომ არავინ არაფერი არ გამოიკლია არ დაისაჯენეს მარგინალები და ეს უზნეო ხალხი რომლებმაც სამშობლოს უყალატეს და ბედავენ აქ კიდე და რაღაცებს ლაპარაკობენ. მადლობთ ქალბატონო, მადლობთ. ჩვენ გავაგრძელოთ თემა. მოდით შემდეგ მოვლენებს შევეხოთ უკვე პუჩის შემდგომ იყო გროზნო სესია, მაინც აქტიურობდნენ სესიაზე ვიყავიდი. რეპრესიები მაშინაც იყო, როდესაც მე ვიცი რომ დეპუტატები ვინც იქიდან ჩამოდიოდნენ, თავს ესხმოდნენ, აპატიმრებდნენ ეს. სხვათა შორის კრის ვერნერის ფილმშიც არის გადაღებული, როდესაც იქაურ გროზნოსიდან ჩამოსულ დეპუტატებს აქ აპატიმრებდნენ და აწამებდნენ. ძალიან აქტიურობს მსმენელი კიდევ არის ზარის გადაცემაში გამარჯობათ გისმეთ საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი ეს მე ვარ ორი ოდეკვირის წინ მე ვიკითხე ბატონი ავთანდილ სხილაძე და დიდი მადლობა მისი მოწვევისათვის ბატონო ავთანდილ მოგესალმებით დიდი სიყვარულით თქვენს მიტინგებს ყოველთვის ვესწრებოდი და ახლაც ისევ ღელავ როგორც მაშინ ყურში ისევ ჩამესმის განსაკუთრებით 21 დეკემბრის საღამოს თქვენი ხმა სიტუაცია უზენაესი საბჭოს წინ უკიდურესად დაძაბულია ახლაც ტყვიასავით მხვდება გულში თქვენ აღნიშნეთ რომ უზენაესი საბჭო ახლა დაქცაკსულიაო რა თქმა უნდა ჩვენ სახარებიდან ვიცით რომ იქ ნათქვამია მწყემს დავცემ ფარადაიფანტებაო ამიტომაც დასცეს ჩვენი მწყემსი რაც შეეხება იმ პროვოკაციულ ზარებს ნუ ინერვიულებთ ბატონო ავთანდილ პროვოკატორები არიან და უსინდისოები მადლობთ ქალბატონო მადლობა ქალბატონო დიდი მადლობთ თქვენ იმდენი მიტინგები მიყავდათ იმდენი ისტორიული მიტინგები მათ შორის იყო ზუგდიდის ძალიან მრავალათასიანი მიტინგი როდესაც აი რაც ქალბატონმა ლეილა ცომაიამაც გააკეთა საპროტესტო განცხადება ძალიან ისე ავრცელებს მტერი ვიტყოდი რომ ზვიად გამსახურდია არასოხუმის გადასარჩენად ჩამოვიდა არამედ პირიქით რაღაც რომ დაკარგულიყო აფხაზეთი თქვენ ზუგდიდში იყავით უფრო ახლოს იყავით იმ მოვლენებთან და იქნებ გითხრათ ამის შესახებ დიახ მე იმ უზენაეს საბჭოს ხდომას არ დავსწრები ვარ რომელზედაც მიიღეს მიმართვა ბატონ ზვიადის სადმი რომ ჩამოსულიყო 2 სექტემბრის სესიაზე ლაპარაკი 93 წელს საქართველოში რომ დაბრუნებულიყო ვერ დავესწარი ობიექტური მიზეზების გამო იმიტომ რომ ჩავედი
სამტრედიაში მატარებლით. ხედრიონს ხონდა გადაკეტილი მთელი პერიმეტრი. დიახ. სამეგრელოსა და სამტრედიას შორის. იქ ესე იგი რო იტყვიან ძალიან ძნელი იქნებოდა გასვლა და გამაფრთხილეს რომ შენო ცნობადი სახე ხარო და არ ჩაუვარდე მხედრიონს ხელშიო. აი ცნობადი სახე რო ხართ, იმიტომაც აქტიურობს დღეს ზოგიერთი. და მე და მირიან ციკლაური ჩვენი უზენაეს საბჭოს დეპუტატი მაშინ გადავწყვიტეთ რომ ჩავსულიყავით ბათუმში. ჩავედით ბათუმში და იქ ეცადეთ იქიდან ზუგდიდში გადასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ. ასე რომ მე იმ სხდომას სამწუხაროდ ვერ დავესწარი. ეხლა რაც შეეხება გროზნოს. ბატონ ზვიადის დაბრუნება საქართველოში მე გავიგე ბათუმში გავიგე. ეს იყო 24 სექტემბერი შემატყობინა ვალერი გაბელია. იმავე საღამოს ვალერი გაბელია მიემგზავრებოდა ზუგდიდში და მე ვთხოვე რომ გამოყვები შენც მეთქი და ასე ვთქვათ წამიყვანა. დიახ. ვალერი გაბელიას მანქანას უკან გამოყვა თემურ ქორიძე და მისი ძმა გამოყვნენ. ბატონი თემურსაც უნდა ბატონი ზვიადის ნახვა და ისი წამოვიდა. აი 24-ში საღამოთი ვნახეთ ბატონი ზვიადი. ანუ აფხაზეთის თემას მიუბრუნეთ ამასთან დაკავშირებით. ბატონი ზვიადი რატო ჩამოვიდა ზუგდიდში? თქვენ უკვე აღნიშნეთ და განცხადებაში არის კარგად აღნიშნული. ეს იყო ბატონ ზვიადის თავგანწირული ნაბიჯი და გადაწყვეტილება. მისი ერთადერთი მიზეზი იყო რომ იქნებ როგორმე სოხუმის ტრაგედია, ანუ სოხუმის დაცემა თავიდან აგვეცილები. თორე შიდა არეულობას სიტყვაზე და იქ ომს და უბედურებას თქვათ ბატონი ზვიადი ვერ უხემძღვანელებდა გროზნო და დიახ. რა თქმა უნდა უხემძღვანელებდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ასეთი იყო რომ იქნება როგორმე თავიდან აცილებულიყო სოხუმის და მან გადაწყვიტა რომ საქართველოსდან აღარ წასულიყო თქვენი ხარით. აი უკვე 26-ში მიტინგზე 24-ში ვნახეთ ბატონი ზვიადი 25-ში იყო წალენჯიხაში დიდი მიტინგი, იქაც მე მიმყავდა მიტინგი. შემდეგ 26-ში გრანდიოზული მიტინგი გაიმართა ზუგდიდში და ბატონმა ზვიადმა ასე განაცხადა რომ მე თქვენთან ვიქნები ბოლომდე და თუ მიწერია სიკვდილი მე დავიღუპები აქ საქართველოში ფეხსაკედან არსად არ გავაკეთებ. ბატონო ალთანდილ, როდესაც უკვე ხელმეორედ განვითარდა უკვე ბალტინის ჯარით ჩაერია და უკან წავიდა ეროვნული ხელისუფლების საქმე. როგორ მოხდა? აი უზენაესი საბჭო ვთქვათ, ერთიანი მაინც ხო იყო იქ. აი როგორ გადაწყვიტეთ რომ პრეზიდენტი ვთქვათ, მასთან ერთად რატომ არ იყავით ყველა ის დეპუტატები? თუ ეს თვითონ გადაწყვიტა, როგორ იყო ეს მოვლენები? მაინტერესებს. მოგახსენებთ. თქვენ იცით, ახლა უზენაეს საბჭო არის უზენაეს საბჭო საკანონმდებლო ორგანო. დიახ. პრეზიდენტს იყავდა თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო შტაბი. იქ იყვნენ ასე ვთქვათ უშიშროების მაპატიეთ ზარი არის და უკაცრავად ერთი წამით მაპატიეთ, გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ჰალო. დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო ირაკლი, გია ჩიხვაზე გაწუხებ. გამარჯობათ ბატონო გია. მოგესალმებით, ბატონო ალთანდილ, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა გია, როგორ ახარ? რა გვიხსავს, ვარ, ჩემო ავტო, ვარ, ნელელა. კარგად უნდა იყო. ერთი თხოვნა მაქვს ჩემო ავტო თქვენთან, რაც ეხან ბრძანეთ. დიდი ხანია თქვენ ვიცი რომ ჯანმრთელობას არ მიწყობდა ხელს ერთი პერიოდი. დიახ. ეხან თქვენ ბრძანეთ ჩემო ავტო რომ კანონიერი ხელისუფლება როგორ აღდგება, დეპუტატები აღარა ვართ ადგილზე. და თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ რომ დეპუტატების შეკრება მით უმეტეს თუ დაპირისპირება არ არსებობს, თქვენ ინტერესებში და ჩვენ საერთო ინტერესებში უნდა შედიოდეს და იქნებ შევეცადოთ ჩემო ავტო. როგორც ჰელსინკის კავშირის ძველი წევრი თქვენ გამგეობის წევრი ბრძანდებით. მოახერხოთ
ერთ დღეს მაინც შეკრება, 22-ში გვაქვს ახლა ჩვენ დაგეკრიბოთ. გამოვაცხადებ ამის შესახებ ბატონო გია. იქნებ შევიკრიბოთ, იქნებ რაღაც გადავწყვიტოთ, რაღაც ისეთი საკითხებია გადასაწყვეტი, რაც მარტო ჩვენ კი არა, ქვეყანასა და ეს ჭირდება და არა ვარ ჯერ ისე მოხუცები, ჩვენ მოვავთოთ ჩვენ კიდევ დანიშნებს გამოცდილებას და ვთხოვეთ ჰელსინკის კავშირის წევრებს, მიმართეთ მრგვალი მაგიდის წევრებსაც, დავსხდეთ ერთად და დავსახოთ გზა, რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის გარდა სხვა რომ არაფერი უშველი სამ ქვეყანას ესხობ თქვენგან ჩემზე კარგად იცით. მადლობთ ბატონო გია, მადლობთ. მე გამოვაცხადებ მიტინგის შესახებ გადაცემის დასასრულს. გიას ბატონ გია ჩხიკვაძეს ასეთ განცხადებას პატარა კომენტარი მინდა დაურთო. მოკლედ, იმიტომ რომ მე არ მინდა არავის თავი შევაცოდო. გია გენაცვალე, მე ამ ზაფხულში ივნისის თვეში დამემართა ძალიან სერიოზული ფორმის იშემიური ინსულტი. ეხლა არის რაღაც ერთი თვიარი ფეხზე დავდექი, ასე ვთქვათ, მყარად ფეხზე ვდგევარ, შემილიან სიარული ლაპარაკი და ასე შემდეგ. ბატონო გია, მე არა ვარ წინააღმდეგი, შევიკრიბოთ, რაზეა ლაპარაკი? მართალი ბრძანდებით. საჭიროა. ითხოვენ ბატონო ავთანდილ, რომ თქვენ იყოთ ისევის ბატონი ავთანდილი, რომელიც აქტიურად იყავით ჩაბმული. 73 წელი მისრულდება. მეთმა დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ გეტყვით, რომ თქვენ მიყავდა ძალიან ისტორიული მიტინგები თბილისში, ზუგდიდში, ის საშინელი ტრაგიკული სამგლოვია რომ მიტინგი გროზნოში 94 წლის თებერვალში და საზოგადოება მაინც მოითხოვს ხოლმე ესეთი ადამიანებისაგან ცუდათაც რომ იყოთ მაინც საზოგადოება ისეთია რომ ითხოვს თქვენგან აქტიურობას და რა თქმა უნდა ისევ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის პროცესი ეს არის აწმყოც და მომავალიც. მოდით ისევ ზუგდიდს დაუბრუნდეთ, ჩვენ 15 წუთიღა დაგვჭა დრო, ისე მალე გაირბინა, მოკლედ მითხარით. ხო, მაშინ რომ მოგახსენეთ ბატონმა ზვიადმა ასე განაცხადა მიმართა მომიტინგეებს, რომ მე თუ სიკვდილი მიწერია მოუკვდები აქ. დიახ. თავ შევწირავ ჩემ სამშობლოს, ჩემი ქვეყნის და ერის თავისუფლებას და აქედან ცოცხალი მე აღარ დავბრუნდები არცავალ. ნუ როგორც გითხარით, მან აღასრულა თავისი თქვა. ეხლა რაც შეეხება თქვენ შემეკითხეთ და გავაგრძელებ პასუხს უზენაეშ საბჭოს დეპუტატებს. გითხარით, რომ იქ იყო სამხედრო ხელმძღვანელობა, ნუ იყო პრეზიდენტის მომხრე გვარდია, იქ იყო სტრუქტურები, ხომ მთელი რიგი სტრუქტურები. სიმართლეს გეტყვით, ჩვენ სამწუხაროდ აი სტრუქტურები ბევრ არაფერს გვეკითხებოდნენ. მთელი ძალაუფლება ადგილზე იქ იყო იმათ ხელში. და მე საცგეთყვით მე ხლა ზუსტად რიცხვი აღარ მახსოვს, მაგრამ იქ ბატონი ზვიადი ატარებდა დეპუტატებთან შეხვედრას რეგულარულად შეხვედრებს კი არა, შეკრებებს ასე ვთქვათ. და ერთხელ იქ ყოფ დეპუტატებს ბატონმა ზვიადმა ასე მიმართა. არავინ არაფერში აქ არ მჭირდებით. მიბრძანდით თქვენ და თქვენ საარჩევნო ოლქებში. ვინც ახარ თქვათ მაჟორიტარები, არა ხართ მაჟორიტარები, მიბრძანდით თქვენ საარჩევნო ოლქებში, საქართველოს მასშტაბით და იქ იმუშავეთ, იქ გამომარტეთ ეროვნული ხელისუფლების პოზიცია, იქ გამომარტეთ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მჭირდებით, არა. ანუ როდესაც უკვე დადგა ბატონმა ზვიადმა დევნილობის შესახებ პრეზიდენტის. ბატონმა ზვიადმა რა იყო იცით? აი უყურეთ ბატონის ზვიადის უდიდესი კაცმოყვარეობა და მისი სიყვარული მისივე თანამებრძოლების მიმართ. ბატონმა ზვიადმა ხომ ის იყო წინასწარმეტყველი იყო. და მე ამ წინასწარმეტყველებაზე ორ სიტყვას კიდე მოგახსენებთ. ხო, იქ უკვე ზუგდიდში მან იცოდა რომ როგორ დატრიალდებოდა ასე ვთქვათ ბედის ბორბალი თუ იღბალი თუ რა შედეგებით დამთავრდებოდა ყველაფერი და მე მგონი რომ ამ სიტყვებით რომ არ მჭირდებით და წადით და განერიდეთ ზუგდიდ და იმუშავეთო იქ თქვენ ოლქებში ადგილებზე უბრალოდ შეეცადა რომ დეპუტაცია გაერიდებინა საფრთხისაგან. გასაგებია.
აი ეს იყო, ალბათ ასე იყო. არა, მე იცით როგორ კონტექსტში გეკითხებით ამას, რომ როდესაც ზუსტად გამსახურდია მე გადავიდა თქვა აფხაზეთში, მხედრიონი და ბალტინის ჯარი მასთან ერთად შევიდა ზუგდიდში და ეს მთელი შეიარაღებული ფორმირებები. შინაგანად ყველა დეპუტატზე მაქვს, მე მარტო თქვენზე არ მაქვს ბატონო ავთანდი. აი ხო შეიძლება რაღაც საკუთარ თავისთვის ეკითხათ, რომ ჩვენც იქნებ მასთან ყოფილიყავით პრეზიდენტთან და ესეთი თქვა მცირე ამალა არ ყოფილიყო. თუ ეს პირიქით საჭირო იყო რომ მცირე ამალა ყოლოდა მას და თანხმლები პირები მას. მე მოგახსენეთ თქვენ რომ სამწუხაროდ უზენაეს საბჭოს ფაქტობრივად ჩვენ პრეზიდენტის გადაადგილებაზე, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე და პრეზიდენტის იმ მომენტში მდგომარეობაზე არავინ არაფერს არ გვეკითხებოდა. ეს სწორედ ამას სხვა ხალხი. და აფხაზეთში რო გადავიდა ბატონი ზვიადი, მას იქ ძალიან პატარა მცირე კონტინენტი ყავდა. მე მახსოვს ერთი რომ აი ნუგზარ მოლოდინაშვილი ჩვენი დეპუტატი ისიც გადავიდა მაშინ პრეზიდენტთან ერთად და არ ვიცი კიდე შეიძლება რამდენიმე დეპუტატი იყო პრეზიდენტმა გამოაბრუნა ისინი ყველანი უკანაკეთ გასაგებია და შემდეგ უკვე თავად აფხაზებმა გამოაბრუნეს პრეზიდენტი კლავზარი არის იმდენად მნიშვნელოვანია თქვენი მოსვლა ჩემთან სტუდიაში რომ საკმაოდ აქტიურობა არის მსმენელების გამარჯობად გისმენთ მოგესალმებით თქვენი გადაცემიდან ერთ-ერთი ღამის დროს შევიტყვე, ესე იგი ზვიად გამსახურდია სკვლელობის ახალი დეტალები, ახალი გარემოებები. თქვენ რა სიტყოდით, თუ შეიძლება მიპასუხეთ? მართალი გითხრათ, არ დაკიდოთ ტელეფონი, ჩემ გადაცემაში მსგავსი რამ არ ყოფილა. თქვენი არა, მაგრამ სხვები იყვნენ ესე იგი. მაპატიეთ ჩვენ ნიდერლანდიდან იყო ჩამოსული ზვიადის წარმომადგენელი. არ ვიცით, ვერ გეტყვით, მაპატიეთ ჩვენ ვერ გაგწევთ. მაშინ გადაცემა მიყავდა მაკარ აზმაძეს და ნინუკა გორჯა. აი, ულუმბეგაშვილზე არის ლაპარაკი. ჩვენ არ ვიცით. დიახ, ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით ამის შესახებ. რა სიტყოდით თქვენ მეთქი? ახალ დეტალებზე რა უნდა ვთქვათ? ჩვენ გვეკითხება, მაგრამ მე ამ პირადად მე რაც ვიცოდი ბატონ ზვიადის დაღუპვასთან, მკვლელობასთან დაკავშირან ფაქტთან დაკავშირებით მე ჩვენება მივეცი ბატონ კოკო გამსახურდიას იცით რომ იყო დღევანდელ საქართველოს პარლამენტთან არსებული დროებითი საგამოძიებო კომისია. ანუ მიშას რეჟიმის კომისია, ასე დავარქვა. რა თქმა უნდა. დიახ. თხოვამე ბატონმა კოკომ და მე რაც ვიცოდი. დიახ, დიახ. სიტუაციიდან გამომდინარე რაც ხდებოდა გროზნოში, ყველაფერი აბსოლუტურად პირუთვნელად მოახსენებდა და გასაგებია. ნუ ეს მსმენელმა უნდა დაურეკოს და დაუკავშირდეს ან იმ ჟურნალის, ან ვინც რესპონდენტი იყო. რესპონდენტი იყო. რაც შეეხება შემდეგ, თითქოს 94 წელს პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ უნდა შეჩერებულიყო რეპრესიები, მაგრამ მაინც გაგრძელდა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, თითქმის 5 წუთი და თქვენ ისევ აღმოჩნდით დაპატიმრებული. იქ მოკლედ მოგვახსენოთ ამის შესახებ. მე დამაპატიმრეს მოგახსენებთ მე თქვენ 91 წლის 31 მარტს გროზნოში შევიკრიბეთ უზენაეს საბჭოს დეპუტატები. სოლიდური შეკრება იყო, იქ იყო 80 დეპუტატზე მეტი იყო იმ სხდომაზე. ხო და იმ სხდომაზე განვიხილეთ კიდე იცით რა არის ორი საკითხი იყო. დიახ. ბატონმა ბესო გუგუშვილმა გამოაგზავნა განცხადება და მოითხოვა მისი განთავისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. მისი განცხადება იყო და იყო კიდე თვითონ არ მობრძანდა სხდომაზე და იყო ასევე ბატონ მერაბ კიკნაძის განცხადება გადადგომის თაობაზე უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობით. ესე იგი ბატონმა ბესომ გამოაგზავნა და ბატონმა მერაბმა გადადგომის თაობაზე ბატონ ბესარიონს აუცილებლად ვკითხავ ამის შესახებ თუ თანამდებობები მექნება შესაძლებლობა. ხო, აი ეს მომენტი იყო და იქიდან რომ ჩამოხვედით მე გაგრძელდა. კი, მე იქიდან წამოვედი, მე დაუბრუნდი ბათუმში ჩავედი. დიახ. ბათუმში ჩავედი და სიმართლე გითხრათ, იქაც ვერ გავჩერდი და ჩამოვედი თბილისში. კი ვიცოდი რომ იყო სიცხლის სამართლის საქმე აზრული და ძერდება იყო. სამშობლოს ღალატი. აჰა. და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით
და შეიარაღებული ორგანიზებული ბანდფორმირებების შექმნა. ანუ უკანონო ხელისუფლება თავად ითხრიდა ათასობით ადამიანების მკვლელობა, მილიონობით მანეთის დატაცება, აფხაზეთის ჩაბარება და ამ ბრალდებით იყავ დაგაპატიმრეს. ესე იგი, დამალვა იქნებოდა რა იცით? იქნებოდა რომ უნდა აღიარო და დამნაშავე ხარ, ხო? და რაზე რითი ნაკლები ბიჭი ვიყავი, ასე მაპატიოს მსმენელმა ბიჭს რო იძახე. გახსოვთ თქვენ ისტორიიდან ბულგარეთის კომუნისტების ლიდერი რო იყო დიმიტროვი და გერმანიაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რაიხსტაგის დაწვის თაობაზე, მიტომ კომუნისტებმა დაწვეს და დიმიტროვი ხელმძღვანელობდა და ჩავიდა ბერლინში პირსისხლიანი ჰიტლერის მმართველობის დროს ჩავიდა და წარდგა გერმანული სასამართლოს წინაშე და მე ჩამოვედი თბილისში. რა, კი ბატონო მე. რამდენი ხანი იყავით დაპატიმრებული? პატიმრობაში მე ვიყავი 19 მაისიდან 12 იანვრამდე 1995 ანუ ფაქტიურად ნახევარწელიწადზე მეტი გამოდის. კი, ნახევარწელიწად თითქმის 9 თვე. თუმცა დაპატიმრების შემდეგაც მიტინგების დარბევებზეც არაერთ გზის მოხვედრიათ თქვენ და არა, ეგ მარტო მიტინგებზე კი არა, ეგ სახლთან დახვედრები და ანგარიშწორება ფიზიკური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აქაც მინდა ვიყო ობიექტური. დიახ. ვინც არ უნდა თქვას და ვინც რა არ უნდა თქვას, ვინც რა კუდი არ უნდა გამოაბას, ხო? დიახ. სიტყვაზე, რატო არ აწამესო? აი რა ვქნა, არ უწამები ვარ იმ პატიმრობაში. ბატონო ავთანდი, ბოლო ზარი არის მე მგონი უკვე მსმენელის, გამარჯობათ, მოკლედ გითხარი თუ შეიძლება. საღამოშილობის ისე, ბატონო ავთო, ეხლა თქვენ უკვე გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი სახე. გათიშეთ ძალიან. იცი რატო მე? იმიტომ რომ ეს არის პროვოკატორი, ვიღაცა რომელიც სხვათა შორის უკვე ზედიზედ რამდენიმე გადაცემაში რეკავს და ხან ზუსტად გამსახურდიას აბრალებს აფხაზეთის დაცემას, ხან ის რა ქვია, გასაგები არის ვიბრძანდა. თავისი სახელი და გვარს როცა დაასახელებს, კარგი იქნება. ამას ზუსტად ამ მსმენელთან დაკავშირებით იყო ქალბატონ ლეილა ცომაიას განცხადება. მაპატიეთ ახლა დავამთავრო. პატიმრობის დროს მე რო ვიყავი, თვითონ უკვე უკანონო პატიმრობაში რო ხარ, ასეთი ბრალდებები რო გაქვს, არა? ეს უკვე წამება არის, მაგრამ ასე ფიზიკური წამება ასეთი რამ არ ყოფილა. ვერ დავიბრალებ. პატიმრობა და უკანონო ეს თავისთავად უკვე წამება არის. ბატონო ავთანდი, ძალიან ცოტა დრო გრჩება, ფაქტიურად 2 წუთი დამჭა და მაინც საზოგადოება სურს თქვენ იყოთ ისე დაუბრუნდეთ პოლიტიკას, დაუბრუნდეთ ისევ ალბათ მშვიდობიან აქციებს, თქვენ მიყავდათ ყველა აქცია, კიდევ ერთხელ ვამბობ ამას და იქებ რაღაცა ახალი დაიწყოს განახლებული ეტაპი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მინდა რომ მაინც ოპტიმისტურად დავამთავროთ ჩვენი გადაცემა, 1 წუთი გაქვთ დრო. აი ვიტყვი. ნუ რა არის, იცით? ვიღაცას უნდა რაღაც ახალი ეროვნულ განმათავისუფლებელი. არა, ახალზე არ არის საუბარი. ასაგებია ძველი თუ დღევანდელ ოპოზიციას ამ ხელისუფლების, ხო? დიახ. აქ ერთი უდიდესი გამოუსწორებელი დანაშაული და შეცდომა ჩადენილი. მან საქციებით ისა მიშა გადადეკი სკივილით კი არ უნდა წარემართა. არამედ მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ ელემენტარული საზოგადოება. სიმართლის სიცრუისგან გარჩევის საზოგადოება. სამწუხაროდ ჩვენმა ერმა დაკარგა რეალური შეგრძნება, რა არის სიმართლე და რა არის ირაკლის სიცრუე. დიახ. ამიტომ ჯერ ჩვენ ერთს უნდა შევახსენოთ, რომ გაიხსენოს და შემდეგ უკვე სხვა კარგით, ბატონ აგერ გია ჩხიკვაძემაც დაარეკა, მაინც ვისურვებდით, რომ ჩვენ ყველა ერთად ყოფილიყავით, მე გადაცემის დასასრულს მინდა პატარა განცხადება გავაკეთო, ჩვენი გადაცემა უკვე დასრულდა ფაქტიურად ბატონო ავთანდილ, მინდა განცხადება გავაკეთო, რომ ამა წლის 22 დეკემბერს პირველ საათზე მთავრობის სასახლესთან მე მოუწოდებ ყველას იმ 100,000-ობით მომხრე ზვიად გამსახურდიასი და კანონიერი ხელისუფლების კვლავ შევიკრიბოთ, იგეგმება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰელსინკის კავშირი ეროვნული აღორძინების სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების მიერ და ასევე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღდგენის საინიციატივო ჯგუფის 92-93 წლების რეპრესირებულთა კავშირის მიერ და თავადაზნაურთა საკრებულოს მიერ და ძალიან გამიხარდება ბატონო ავთანდილ თქვენს თუ იქ მობრძანდებით მე დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავით
დიდი მადლობა მოვახსენებ ყველას. მე 1 საათის განმავლობაში გადაცემა მიმყავდა ირაკლი შონიას, მე შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით, ჩვენ ზუსტად 1 კვირის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9:15 წუთზე. მადლობა.